ცხოვრება არ ვიცოდი რის გამო ვისჩებოდი და რის გამო ვიდევნებოდი ქვეყანაში, რომელზეც ჭკუა მეკეტებოდა და მიყვარდა და ხალხზე, რომელიც ჩემი იყო და ჩემი მეგონა. ძალიან გაუსაძლებელს და ძალიან რთული იყო. ოჯახის სიწმინდის დღე სოფლიო აღნიშნავს სიძულვილთან, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან გამარჯვებას და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავ ადამიანი, რომელიც ტრანსფულს უხდირო თავი ქალად გაგრძნობინა. ეგ სტერეოტიპი რო არ არსებობდეს, რომ რელიგიამ ძალაუფლებას შეინარჩუნოს და ხელისუფლებამ ამ პროპაგანდით რო არ ყვებავდნენ, ძალიან ბედნიერი იქნებოდა ერი, მაგდენი მკვლელობა, მაგდენი სიბოროტე არ იქნებოდა. განვიცდიდი ერის უბედურებას და ძალიან განვიცდი და რო ვერაფერს ვერ ვცვლიდი, სულ ფიქრობდი, რომ აი უნდა შევცვალო გარემო, სადაც ვცხოვრობ და წინა წლებში რატომღაც გარემოც და სახელმწიფოც ხელს მიწყობდა, რომ ცნობადობა გაზრდილიყო, მიმღებლობა გაზრდილიყო და რაღაცები შეცვლილი იყო. ბოლო პერიოდში მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩვენ წინააღმდეგ. მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხი ეკვება პროპაგანდით. როგორც კი რაღაცა პროპაგანდა მუშაობა დაიწყო, იგივე შეიცვალენ. ანუ მანამდე რას მუშავებდი და მერე რა შეიცვალა. თვითონ ნაციონალური მოძრაობის დროს ჩემი უფლებები კი დაცული იყო, ვერ ვიტყვი. ანუ ვიღაცა უბრალოდ დარტყმას არ პატიობდა პოლიცია და პოლიცია პოლიციობდა, კანონი კანონობდა და სხვანაირი მდგომარეობა იყო და არ მეშინოდა პოლიციას რო გამოვიძახებდი, ჩემზე ნაციონალური მოძრაობის დროს პოლიციას არასდროს არ მოუმართავს ცინიკურად, არ მოუმართავს დამცირავად, იმ წუთ ყოველთვის იყო დაჩაგრულის გვერდით და იყო კანონმორჩილი და რაღაცნაირად სხვანაირ პატივისცემას იმსახურებდა. როგორც კი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება წავიდა, პირველივე წელს რამდენიმე თვე არა, მაგრამ აი პირველივე წლიდან დაიწყო ეს ცინიკური დამოკიდებულებები, ირონიული, აი პიდარასტი ხარ და დაგარტყავენ, მარა იქნება და კაცი წასაც მრთიარე და აღარ გცემენ. ვერნები რომ ქალი ვარ, რამე რატო უნდა ჩავრიცო, რა ვიცი, რა ვერ შემარგეთ ერთი ქალობა და რა ვერ მოპატიეთ და ეს დამოკიდებულება თავიდანვე იყო, მაგრამ ამის მიმართ გამოწვდომილები ვიყავით ტრანსთემი, აი გარდა ტეხის ასაკიდან უკვე გარემო გაიძულებს, რომ გამოიწვრთნა რა. რო ჩამოვედი თავიდანვე ეს იყო კოზები ვიყავი ძალიან ღია, ძალიან ლაღი. მიუხედავად ბევრი უბედურებისა, არ ვიყავი გაბოროტებული და საზოგადოების მხარდაჭერას სულ ვიმსახურებ. აი როგორი ვიცი, მალე შევდიოდი კომუნიკაციაში, სადღაცაც რომ მივიდოდი, მალე ვიჩენდი მეგობრებს, მხარდამჭერ ადამიანებს, ეს ძალიან მაძლიერდა და ძალიან მეხმარებოდა. ეგ გამონათებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამიანის მხარდამჭერა, რაღაცა ძალიან მახალისებდა, ძალიან მაბედნიერებდა. აი, მთელი დღე რო დილით ვიღაცა შეხედე პიდარასტი ფოტო გადაუღე. TikTok-ზე დავდოთ ვიდეო გადავუყე და რაღაც ავტობუსში გესმის, მეტროში გესმის, ქუჩაში გესმის. გადიხარ სამშაბათ ვიღაცა გივარდება არაფრის გამო. და რაღაცა დედამის გონია რომ სასწაულის შვილი გაზარდა, ტრანსი ხარ, მარტო იმე ტრანსი, თავის შვილი, ქურდი, კრიმინალი, მოძალადე, მანიაკი რო არის, კარგია, იმიტომ რომ ტრანსი არ არის. მაგ დროს ესეთი მთელი დღე რომ რაღაცა სტრესი გაქვს, დამძიმებული ხარ, კი ბლოკავდა ჩემი გონება ავტომატურად, იშვიათად რომ რაღაცას დიდხანს გაგრძელებული იყო დღეები და თვეები. ძალიან იშვიათი ფაქტი მახსოვს, იმიტომ რომ მალევე ბლოკავდა ჩემი გონება. მაინც ეს აი ეგ მაგისგან დამძიმებული, აი ეს მხარდამჭერი ადამიანების გამონათებები იყო ხოლმე, მაგ დროს შემეძლო რომ ხები გადამედგა, ოღონდ მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს რომ მიყურებ ხოლმე ზოგი ფოტოს იღებ და ვერ ხვდებოდნენ ცხოვრების ხარისხს როგორ გიმძიმებდნენ. ზოგი რაღაცას მეძახდა და არ მოგცემდი ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ არ მინდოდა მათ გამო რაღაცა დღე ჩამემწარები. ნაციონალური მოძრაობის დროს ძალიან ბევრი ბარიერი და საფეხური იყო, რომ პოლიციელი გამხდარიყავ. ესე მარტივად არ გიხებდნენ და იმ დროს შემორჩენილი პოლიციელები ძალიან დიდი იმედი იყო ჩვენი თემის და ზოგადად ქვეყნის სიმშვიდის. სად შუქდებოდა, ყოველ დღე შუქდება, ვიღაც მოკლეს, ვიღაც გადააგდეს, ვიღაც გააუპატიურეს, ბავშვი გააუპატიურეს, მამამ გააუპატიურა, მეზობელმა პოლიციელმა გააუპატიურა და ძმა კრიშავს, ანუ მის სამართლად არავინ არ ისჭებოდა, ხვდებით? ხო და ნაციონალი არ ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრამპა მოქვს მე მიშას ხელისუფლების დროსაც, მაგრამ ჩემი და ქვეყნის მოსახლეობის უფლებები იყო დაცული. ჩემი დაქალები, ტრანსი ქალები, რომლებიც საკმაოდ რთულ გზას გადიოდნენ, დღეს ქართლეთს მთავარი მეტროშეები არიან, ზოგი ზუგდიდში, ზოგი ქუთაისში. წვერი გაიზარდეს, ტრანზიცია დაიწყეს და ქართული ხელის ბიჭები გახდნენ, არ ვაზვიადებ, მთელი ცხოვრება შეწირეს ამ ადამიანებთან ქალობისთვის და რა მოხდა, ვინ გავიდა ამათ თამკვალზე და ვინ რით შეაშინა, ვერ ვიგებ. ანუ ხვდები პოლიციაში რა მდგომარეობაა?
ისე დგას ქვეყანა, რომ არ ფიქრობდი წამოსვლას, որ პერიოდში გახშირდა თავში აგური ჩამარტყა და თოფერაძემ და იძახის რა თურმე აგრესიული მე ვიყავი და მე თვითონ ჩავიჭრი და ვაბრალებ. მე ერთ-ერთმა მოქმედმა პოლიციელმა იარაღი მისროლა. 3 ტყვია, ერთი განიც გამიკაწრა და მილიმეტრებში ამცდა სრულიად წყლის მნიშვნელობით, ორი ყურში არ მისმა და ის იმდენად ახლოს მისროლა. მესამე ტყვია. გავარბოდი, დამეწია და იძულებული გავხდი, რომ მიბრუნებულიყავი და წინააღმდეგობა გამეწია და წავართვი იარაღი. ეგ იყო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. რომ მოძალადეს საფრთხის უფლება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის გუბეები იდგა, მთელი სხეული სისხლიანი ჰქონდა, ასაც მე შემხრეული, ესეთი ირონიული და ცინიკური სახეები არ აინტერესებს. მე რა თუ ვიღაცას მოკავენ, რა ხდები, ეს დამოკიდებულება იყო. მანამდე მესროლა მარნეულის სამმართველოს უფროსის ერთ-ერთმა მოადგილემ. ბოლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სამდენი რთმისგან მარჯვენა თვალი და მხედველობა დავკარგე. ვერ ვხედავ ერთხელ თერმოსი ჩამარტყეს ვიღაცა რუსთაველმა ბიჭებმა, იმან ზუსტად აქეთ ჩამარტყა აგურის ნაგლეჯი. ვეღარ ვუძლებდი უკვე ხვდები, რომ ჩამოვედი 1-3 თვე, სამწუხაროდ არ გამოსულ ვარ. მარცხენა მკერდის იმპლანტი დაზიანებული, საოპერაციო მაქვს და ვერ ვიკეთებ, იმიტომ რომ დაზღვევა არ მიფარავს და ჯერ მაგის $11,000 არ მაქვს. და რა მდგომარეობით წამოვედი ჯანმრთელობის ხო ხვდები, რომ ერი მეზიდღებოდა. ეს პოლიტიკის დონეზეც არ აწყობდეთ, მაგიტო დაიწყეს ჩვენი აკრძალვა, ჩვენი დამცირება, ჩვენი დაკნინება, ჩვენი გაშავება, რომ არავინ არ მოგვისმინოს და არავინ არ დაგვიჭეროს. იხდის ვიღაცა 300 ლარსაც და 15,000 ლარსაც, რომ შენთან მოვიდეს 1 დღე, 1-3 საათი და ის იყოს ვინც არის და თამაში არ უწევს და მე ამის გამო გიწულებენ, გიზიზღებენ, აქვთ შიში, იმიტომ რომ მაქვს ბევრი რამე იცი და ბევრი რამე გაქვს. ცხოვრებაში ჰეტეროსექსუალ მამაკაცს ჩემთვის არჩეურეწყობა მოუყენები, არც გაბულანცხი ვარ. ჰეტერო კაცს სულ კიდია, არაფერი არ აქვს დასამალი. იმდენად ქაოსი იყო ქვეყანაში და იმდენ ისეთი უბედურება ტრიალებს ქვეყანაში, რომ ვეღარ გავძელი, წარმოვიდგინე, ისეთ ძაღლის აკატის დატოვებით ხო ცალკე, სამსახურების დატოვებით ცალკე, ქვეყნის დატოვებით ცალკე, ორი სამსახური დავტოვე პლუს სტენდაპებს ვაკეთებდი, კარგი შემოსავალი მქონდა, არ ვამბობ ამას სატრებეხოთ, მაგრამ ერთ-ერთი შემდგარი და ჩამოყალიბებული და საკმაოდ ძლიერი ტრანსფერი ვიყავი ფინანსურადაც, მორალურადაც, განათლებითაც, იმითაც, კავშირებითაც და ყველაფრით. მაგრამ ეს პირადი ცხოვრება ყოველთვის იყო ბარიერი, იმიტომ რომ შიში ქონდათ, ვერ ბედავდნენ, ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, ვაიმე დედაჩემმა გაიგო, ვაიმე ვიღაცა კახელი შემხვდა, ჭიეთური შემხვდა, კახელი ქვარი შემხვდა და სადღაც ეს კახურ კილოს რო გაიგო და რამის მომკვდარიყო ჭიანჭოლის ხელა ხდებოდა. ბარიერი სულ იყო. საღათმაზროვანი ადამიანები კი ხვდებიან, რომ რელიგიას შეწირეს თავიანთი შვილები და თავიანთი მომავალი და ტრადიციებს. მე ტრადიციულიც ვარ, არცერთ ქრისტიანულ დღესასწაულს არ ვტოვებ. რელიგიულიც ვარ, ყველაფერი გავყიდე ოქრო რაც მომდა ერთადერთი ჯვარი დავიტოვე. და როგორ გითხრეთ, ჯერ სამსახურში განცხადება რომ დავწერე და დავდე ქალბატონიკას, როგორი გამოვედი, იცი რომ ვერ ვგრძნობდი თუ დავდიოდი, ანუ ზემოდან სული და სხეული გაიყო და რამის მოვკვდი. ორი კორის ადრე დავწერე განცხადება, ვერ აგიღწევ, დამანგრია. ბილეთში რო ვიყიდე ხო საერთოდ დამეწყო დეპრესია. ვაიმე რა მდგომარეობა მქონდა. საბოლოო წამსვლა არც გადამიწყვეტია, ეს არის დროებით. სანამ ეს ხელისუფლება იქნება არ ჩამოვა. იმიტომ რომ მან ჩამოსვლა ახლა ჩემთვის მართლა სიკვდილის ტოლფასია. სიკვდილის თუ არა უბედურების. ვერასდროს ვერ წარმომიდგენია მიუხედავად ყველაფრისა, რომ საქართველოს გარდა სადმე ბედნიერი ვიქნები და მშვიდად. მიუხედავად რომ ეგეთი მდგომარეობა იყო, ძალიან ჩემ ისე მიყვარდა. განცდა მქონდა, მიუხედავად რომ ქირიდან ქირაში დავდიოდი, განცდა მქონდა, რომ საკუთარ სახლში ვიყავ.